სამი პარტია ასაკრძალთა სიაში ორი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და 9 თვე გადაწყვეტილების მისაღებად. ვისთვის აღმოჩნდება პოლიტიკური მემკვიდრეობა, პოლიტიკური განაჩენი. სამივე პარტია ბარიერ გადალახულია, თუმცა საკუთარი სურვილით საკანონმდებლო ორგანოს მიღმაა დარჩენილი. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ გაირკვევა, რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რით ამყარებს სარჩელს მმართველი გუნდი, იმის დასამტკიცებლად, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი მართლაც უქმნიდა საფრთხეს კონსტიტუციურ წესრიგს. ასაკრძალთა სიაში მოხვედრილები ამბობენ, რომ ამ პარტიების გაუქმებით ქართული ოცნება პოლიტიკურ ველის გასუფთავებას ცდილობს. ბათუმში უკვე ჩაიტანა სარჩელი ლელომ, რომელიც ამ საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა შესაძლებელი. ვინ რჩება, ვინ მიდის და ვის უშვებენ პოლიტიკიდან. ისტორიული პროცესის მოლოდინში. ცარო კირვალიძის რეპორტაჟი. სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო ძლიერი საქართველო 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. კონსტიტუციური სარჩელი გასაჯაროებული ამ დრომდე არ არის, თუმცა თუ ქართული ოცნების წევრების განცხადებებს დავეყრდნობით, დოკუმენტში არის ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიებთან დაკავშირებული ჩანაწერი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კოლეგია ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას დაადგენს, პარტიების წევრებს პოლიტიკური საქმიანობა და სამომავლოდ ახალი პარტიის შექმნა სრულად აეკრძალებათ. საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 9 თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს. თუმცა ამ ეტაპზე არც ის არის დაკონკრეტებული, როდის დაიწყებს სასამართლო სარჩელზე მუშაობას. ჩვენ შეგვეძლო ჩვენივე სასარჩელო მოთხოვნაში დაგვეყენებინა, რომ არჩევით ორგანოებში მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დამდგარიყო. ამის უფლება კონსტიტუციით ჰქონდა, მაგრამ ეს უფლება არ გამოვიყენეთ და ესეც განმარტეთ. რატომ არ გამოვიყენეთ? პატივი ვეცეთ ამორჩევლის ნებას მაინც იმ ადამიანებთან დაკავშირებით. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომელიც შეიცავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, არის გამსჭვალული ერთადერთი მიზნით დაბინძურებული პოლიტიკური ველი საქართველოში იყოს გასუფთავებული იმ კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინც იქნება არა ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არა საკუთარი ქვეყნისა და სამშობლოს მიმართ. კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. სარჩელის ავტორები განმარტავენ იმ მიზეზებს, რის გამოც მათ სამი მოქმედი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა დღის წესრიგში დააყენეს. თუმცა მოლოდინის მიუხედავად არ არის ცნობილი არც ერთი გვარი, ვისაც სარჩელი შეეხება. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე შედგა და ავტორების განმარტებით კონსტიტუციის 23 მუხლს ეფუძნება. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობამ ასაკრძალი პარტიების სიაში ადგინა. ყველა პარტია თავის პოლიტიკურ მომავალს სამართლებრივ განაჩენს ქმნის თავად, რომელსაც მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარსდგომა და გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საბოლოო იქნება სასამართლოს მხრიდან. პარლამენტმა ჩაატარა საკმაოდ დიდი სამუშაო, მათ შორის საგამოძიებო კომისიის თვალსაზრისით, პარლამენტმა დაიცვა ყველა პროცედურული წესი და სრული, ასე ვთქვათ, სტანდარტის დაცვით წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც აქვს 9 თვიანი ვადა, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ სწორედ ამას ვაპირებთ, რომ წარმოადგინოთ თითოეული არგუმენტის უკან წარმოადგინოთ მტკიცებულებები, რომელიც ასე უხვად არის წარმოდგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. ყველას ის არის ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ყველას უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს და თავისი იდაოს სამართლებრივი გზით, სამართლებრივი წესით. ასეთ შემთხვევებში, კიდევ როდესაც საქმე ეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, კონსტიტუციური პროცესი. ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო ძლიერი საქართველო ოცნების სარჩელის საპირწონედ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში კონტრსარჩელი უკვე შეიტანა პარტია ლელო ძლიერმა საქართველო. სამივე ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიების გაუქმებით ხელისუფლება ქვეყანაში დიქტატურის ოფიციალურად გაფორმებას აპირებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია აგრეთვე ჩვენი სარჩელი, ძლიერი საქართველოს ლელოს სარჩელი, რომელიც ასაჩიებს იმ ნორმებს, იმ აბსოლუტურ ანომალიურ ნორმებს, რომ ვიტყოდი, რომელთაც უნდათ რომ აკრძალონ დემოკრატიული ძალები, რომელთაც ჯამში აქვთ ამ ქვეყანაში მრავალი ასეული ათასი მოქალაქის მათი დათვლითაც კი, ქოცების დათვლითაც კი, ჩვენ გვაქვს მრავალი ასეული ათასი ქართველის მხარდაჭერა და მათ სურთ რომ აკრძალონ დემოკრატიული ძალები. პარტიების გაუქმება არასწორია, მათ შორის იმიტომ რომ პარტიები სიტყვით უნდა დაამარცხო და არა პოლიციური ძალით, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ეს ქმედება ასე პროგნოზირებადი იყო. ხოლო რაც ეხება შედეგებს, მიუხედავად ის რომ ნაციონალური მოძრაობა და ახალი არ არიან არც აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას და არც არიან როგორც პარტია არ ფუნქციონირებენ უბრალოდ ადამიანთა ერთობლიობა. მიუხედავად ამისა, თუ პრეცედენტი რომ პარტიები გზალებად სუდია. ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში არ არის პარტია გახარია საქართველოსთვის. სახელმწიფო გუნდში არ მალავენ, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით პარტიამ თავი გადაირჩინა. ჩვენ ყველას მოუწოდებთ რომ შემოდითო. ახლა ზოგიერთმა გაითვალისწინა, ზოგიერთმა არა. იმასაც აღნიშნავდით, რომ ჩვენთვის სულ ერთი იყო ისინი შემოვიდნენ თუ არ შემოვიდნენ. ვერც მათი შემოსვლით მოემატება პარლამენტს რამე და არც არაფერი დააკლდებოდა თუ არ შემოვიდნენ. ეს თვითონ თავისთავად გადაიჩინეს ამით. რატომ არ მოხვდა პარტია გახარია საქართველოსთვის ასაკრძალ პარტიათა სიაში? ქართული ოცნების გადაწყვეტილება თავად ექს-პრემიერის პარტიაში უკვირთ და ლოგიკას ვერ ხედავენ. გიორგი გახარიას თანაგუნდელები, რომლებიც ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შევიდნენ, ამბობენ, რომ პარტიების აკრძალვის ბევრად უფრო დემოკრატიული ფორმებიც არსებობს. მათ შორის, როგორიცაა არჩევნების გზით პარტიის დამარცხება. ზოგადად ფორმა რა ფორმითაც ცდილობს პარტიების გაუქმებას, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციურია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ კონკრეტული პარტიის მუშაობის შეწყვეტაზე გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, უფრო დემოკრატიული ფორმები არსებობს, მაგალითად არჩევნები. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, არსებობს ის მდგენელები, რომლებმაც განაპირობეს, რომ ამ სარჩელში ნაციონალური მოძრაობა არის, მაგრამ ბუნდოვანია, რატომ არის მოხსენიებული ამ სარჩელში ლელო. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით დაბალი რეიტინგისა და პარტიის მოცულობის გამო სიაში არ მოხვდა დროა. გირჩი მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და ფედერალისტები. თუმცა, სახელმწიფო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ამ პარტიების აკრძალვა დღეს წესრიგში სამომავლოდ დადგეს. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესებზე არსებით გავლენას იქონიებენ.